გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 19 მარტი არის, მორიგი გადაცემა გორის სადგურებიდან და ჩვენ გვინდა გაჩვენოთ დინამიკა. ანუ უკვე ის თქვენ პირველი მეორე გადაცემაში ნახეთ როგორ დავდგეთ, როგორ ეს მიდიოდა პროცესი, ანუ ზრდის პროცესი, უკვე ჩვენ გადავიტანეთ ახლა კუბიკებში და ორ კვირაში გეგმიურად არ დღეში ორ კვირაში, ხო, სადღაც ეგრე, უკვე გადაგვაქვს ეს ჩითილები მატებში. ნუ მდგომარეობა მუდმივ სამყოფელში. სამყოფო. და მდგომარეობა ახლა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მაღალი ტემპერატურები და აქ უცბად ავარდა ტემპერატურა, მაგრამ ძალიან კარგი ჰიბრიდები არის, ძალიან ძლიერი მცენარეები არის, გადაიტანეს სტრესი. ჩვენს გვიხარია, რომ კარგად ყველაფერი მიდის, ეს არის დამსახურება ჩვენი აგრონომის დავიდის, დავით შუბითიძე, რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ სიტუაციას. ტელეგუნდის კი ბატონო, არა, მაინც თავი შეხარ, ხა გუნდიც, რა თქმა უნდა, ფაქტი სახეზე არის, რომ აი ერთგვაროვანი აბსოლუტურად არის მცენარეები, როგორც კლონები დგანან და მართლა ძალიან მიხარია. ესე იგი, აი ანონსი ორ კვირაში ის იქნება ახალი გადაცემა, როცა უკვე წავა ის გადატანა მატებში, უკვე ეს გეგმიურად იქნება პირველი მტევანი, ყვავილი, ნუ ეს არის დაგეგმილი ეს პროცესი. თქვენ ხედავთ, რომ აქ ჩვენ ვამატებთ ცოტა შუქს, სადაც გვაქვს საშუალება, რომ ზედმეტი შუქი, ზედმეტი რადიაცია რო იყოს. ზედმეტი არა, რო არ ყოფნის, რომ დავამატოთ მიზის, რაც ნორმალია. რუბლიანი დღე არის, ესე იგი მზის ნაკლებობა არის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებთ მცენარეს, რომ მიიღოს ის მზის ენერგია, რომ არ გაჩერდეს მაგისი განვითარება რომ გაჩერდეს. დიახ. გასაგებია ხო, მე როგორც ტურისტი ეგრე რომ წოდებული რომ მოვდივარ უყურებ, მაგრამ აი თქვენი შეფასება უფრო ფასიანი იქნება. რა ვიცი, პროცესი კარგად მიმდინარეობს. არაფერი შეფერხება არ აქვს პირიქით. უფრო მეტი მზე იყო, ვიდრე ველოდებოდით და მეტი ტემპერატურა იყო და ამან უფრო დააჩქარა კიდევ პროცესები. ხო, ნუ არის კი ზრდა. თუმცა გვაქვს ახლა ამ სათბურში ჩვენ იმის საშუალება, რომ მეტნაკლებად რაღაც კლიმატური პირობები შევქმნათ. და ეს გვეხმარება. ნუ პრინციპში ჩვენ გვაქვს გვეხმარება, კი. წინ ზაფხულის პერიოდი, როცა აქ ტემპერატურა იქნება მაღალი. მე არ მინდა ხმოვლენებს გავახსრო, მე შემდეგ გვაქვს ჩვენ დაგეგმილი, რომ სპეციალური სითხე დავასხათ სათბურს, რომ ზედმეტ სიცხემ და ზედმეტ მამზე შეგვაწუხოს და ის გეგმა რა გეგმაც გვაქვს მოსავლიანობის თვალსაზრისით ხელი არ შეუშალოს ამ სიცხემმა და გარემო პირობებმა ესე რომ ნუ აქ ნისის ტექნოლოგია თქვენ გაათ შეუშვებთ აქ ნუ ნისის ტექნოლოგია გვაქვს ნუ ეს კი მოგცემს ერთი 5 გრადუსი ხო 5-7 გრადუსის კი დაგდება გარე ტემპერატურასთან შედარებით ვარაუდობ რომ 5-7 გრადუსით მაინც შეგვიძლია რომ დავწიოთ თაბლა ტემპერატურა და ეს ცოტა ამას ვთქვას საშუალებას აძლევს სცენარეს, რომ იმუშაოს ისე როგორც გენეტიკაში აქვს. რატო ეს დეტალურად ყველაფერი ეგრე გავდივართ? ეს არის მაგალითი, ერთ-ერთი მაგალითი, რომ რა შესაძლებლობა გვაქვს საქართველოში, რომ ვაწარმოოთ მეტი ავაშენოთ მეტი სათბურები და ვაწარმოოთ მეტი ერთწლიანი კულტურები სათბურებში, როგორც არის ტომატები, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა. არის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში შევდივართ და ზაფხულში ღია გრუნტიც ისე რომ ვთქვათ არის პროდუქტი გარეთ, მაგრამ ეს არის 2-3 თვე, მაგრამ მთელ ციკლში ფერი არ არის, იმიტომ რომ მცენარე მუშაობს, შეიძლება მიმუშაოს მთელი წელი და მიუხედავად იმისა, რომ ფასი დავარდება ზაფხულის პერიოდში, მაინც როგორც კი დამთავრდება ზაფხულის ისე პერიოდი, ხო, მე ისე შევდივართ შემოდგომაში, მე ზამთარი და ნახოთ, რამდენი გაგრძელდება ეს ჩვენი ვეგეტაციის ციკლი. ყველას მინდა მიუწოდო, რომ
ნახეთ, აი დააკვირდით ამ ესე იგი შესაძლებლობას, როგორც ბიზნესის კუთხით, როგორც პროექტი და მე მგონი ძალიან დიდი მომავალი გვაქვს, ძალიან დიდი პერსპექტივები, რომ სათბურები განვითარდეს საქართველოში ყველა მიმართულებით. მათ შორის ფოთოლი, ყვავილოვანი კომპოსტო, ბროკოლი, მწვანილი და ასე შემდეგ. Ну, ეს ყველაფერი რო გვიჩვენებს, მაგრამ უკვე ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი და პროექტი არის გათვალისწინებული, რომ ეს პროდუქტი გავა საექსპორტო ბაზრებზე, მაგრამ ჩვენ უკვე მაისის შუა რიცხვიდან ნაწილი დავტოვებთ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს მაქსიმალურად სუფთა მოვიყვანოთ პროდუქტი, მინიმიზაცია გავაკეთოთ შხამქიმიკატებში და იქნება პროდუქტი შხამქიმიკატების გარეშე. პირველი მოსავალი ჩვენ ველოდებით მაისის უკვე შუა რიცხვებიდან და რასაც ჩვენ გვაქვს გეგმა, რასაც უნდა გავიტანოთ საზღვარგარეთ, მაგრამ აქ შეიძლება მეტი პროდუქტი მოვიყვანოთ, რაც არ გავა, დარჩება საქართველოში. და პატარა ანონსი მინდა გავაკეთო, რომ ეს პროდუქტი იქნება შეფუთული და გაიყიდება ჯიბეს მაღაზიების ქსელში. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეფუთული პროდუქტი, რასაც უკვე თქვენ დაინახავთ თაროებზე ჯიბეს ქსელში, ეს იქნება პროდუქტი შხამქიმიკატების გარეშე, მაქსიმალურად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი და რაც აისახება ჯანმრთელობაზე, გემოზე და მე მგონი თქვენ ისიამოვნებთ. Ну, მაგაზე ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალურად სხვა გადაცემებში, მაგრამ ეს უკვე პირველი ანონსი არის გაკეთებული. Ну, მოვლის პერიოდში როგორც ჩვენ შევთანხმდით დათოსთან, როცა გადავიტანთ უკვე გროუბეგებში, ჩვენ დავამატებთ ოდნავ ცოტა გუმატებს ფოთლიდან ცოტა კვებას, რომ იმედი გვაქვს, რომ ეს აისახება გემონოთვისებებზე. Ну, აი ნახოთ როგორ იქნება. ანუ ჩვენ ძიებაში ვართ. თვითონ ნაყოფის გემოზე და ყველაფერს ჯანსაღზე აუცილებლად აისახება. თუმცა მე დავამატებდი, რომ ყველაფრის საწინდარი მაინც არის ჯანსაღი ჩითილი. ჩითილიდან იწყება ყველაფერი. ვიღაცას გონია, რომ აი რაღაცა ისეთ ჩითილს გადავიტან და რომ მაინც იქნება ის შედეგი, რაც უნდა იყოს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩითილებიდან იწყება და როგორი ჩითილიც იქნება, რა პოტენციალიც იქნება, შემდეგ ისეთი იქნება მოსავალიც. იმის მიხედვით არის უკვე თუ ძლიერი არ არის, მეტი დახმარება სჭირდება, იმუნიტეტი თუ არა აქვს, მეტი წამლობა სჭირდება და მეტი ინსექტიციდები და ფუნგიციდები და ასე შემდეგ. ჩვენ ვემიჯნებით ამ მიდგომას, ჩვენ გვინდა რომ ვიხმაროთ მარტო ბიოპრეპარატები, ფუნგიციდები იქნება ეს თან ადგილზე საქართველოში წარმოებული. Ну, რა თქმა უნდა, ხა მარტო არ ყოფნის საქართველოში წარმოებული და გვიწევს მაინც რაღაც უცხოეთიდან დავიმატოთ რაღაცები, მაგრამ ეს არის მე ლაპარაკობ ახლა აბსოლუტურად მხოლოდ წამლობებზე. ფოთლიდან რაც ეს არის სოკოვან დაავადებებზე, ეს არის მწერებთან ბრძოლა. ჩვენ ხმარობთ მარტო აი თუ აქ გადაიღებთ და ნახავთ ბიო ისინი კიდია ხაფანგები, ასევე ენტემოფაგები შემოყავს ახლა რომელიც კეთილი ეს ენტემოფაგი შეიძლება ყველა მარიცოდეს კეთილი მწერები, რომლებიც ებრძვიან ძირითადი რაც არის თეთრა და ამერიკულ პეპელა. ჩვენი მწერის მტერი. ხო, ჩვენი ესეთი მეთოდებია და შესაბამისად მცენარეც ნაკლებად ისტრესება, ნაკლები სტრესი კიდევ მეტი იმუნიტეტია, მეტი ჯანსაღი პროდუქცია და ნახოთ, მივყვებით და გაჩვენებთ რომ რა იქნება და როგორ იქნება. კი. დიდი მადლობა. Ну, ეს იგი 19 მარტის ეგ არის და შევხედოთ როგორ განვითარდება სიტუაცია ამ სათბურებში. მომავალ შეხვედრამდე მადლობა.